აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია დაიწყო. მინისტრმა პროგრამების სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს, პირველად ჯანდაცვის ცენტრების ექიმებს, თემის რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს გააცნო. 2015 წელს სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 10 პროგრამას განახორციელებს, რომელიც მოსახლეობის ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარებას, სოფლის ექიმების დამატებით ანაზღაურებას, შშმ პირების სოციალურ ადაპტირებას, სოფლად პირველადი დახმარების ხელშეწყობას და სხვა პროგრამებს ითვალისწინებს. პრეზენტაცია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან და აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ერთად პირველად ხულოში გაიმართა. პროგრამის პრეზენტაცია ხულოში გამართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა. სახელმწიფოსგან აი ეს დახმარება, გაუმჯობესება ჯანმრთელობა, ვფიქრობთ, რომ ჩვენ 2015 წლისათვის უფრო დახვეწილებ მივაწვით მოსახლეობას ამ სერვისით. ჩვენ გვინდა მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული ჩვენში მოქმედი სამედიცინო სოციალური პროგრამების შესახებ, რომ თუ კი მათ დაუდგებათ ეს აუცილებლად დროულად ისარგებლონ ამ სახელმწიფო სიკეთეებით. მუნიციპალიტეტს გააჩნია შესაბამისი სოციალური პროგრამები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ კუთხით, რაც ეხება ჯანდაცვის მიმართულებას. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო არიშურებს ძალასა და ენერგიას შესაბამისი რესურსებით მთლიანობაში მხარს უწევს ხულუელ მოსახლეობას ნებისმიერი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პრობლემის დასაძლევად. არის სერიოზული სიახლეები,